მოგესალმებით, ქორუმი გვაქვს, შეგვიძლია რომ დავიწყოთ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს 5 საკითხი. პირველი საკითხი შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის და საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება, სადაც მომხსენებელი არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. დღის წესრიგის მეორე საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე ბატონი გიორგი წარმოგვიდგენს ამ საკითხს. რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ განხილვა მესამე მოსმენით, რომელსაც გაგვაცნობს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გაბისონია. მეოთხე საკითხი არის ასევე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე განხილვა მესამე მოსმენით, ბატონი ზვიადი იქნება აქაც მომხსენებელი და დღის წესრიგის მეხუთე საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მის თამდევ საქართველოს კანონის პროექტი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე განხილვა მესამე მოსმენით, რომელსაც ასევე ბატონი ზვიად გაბისონია წარმოგვიდგენს. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დამტკიცებული არის, სანამ გადავალთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე, მინდა რომ ამ საშუალებით ვისარგებლო და მთელ საქართველოს და მთელს ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, მიულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც საქართველოს პარლამენტის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. მინდა რომ თითოეულ მათგანს ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადო და ჩვენს ბავშვებს კიდევ ერთხელ მიულოცო ის დღე, რომლითაც საქართველოს პარლამენტი გახალისდა და ყოველთვის გვიხარია მათი ნახვა ამ შენობაში. ასევე კომიტეტის სხდომას ესწრებიან სტაჟიორები, პარლამენტის სტაჟიორები და მინდა რომ მათ წარმატებები უსურვო მათ საქმიანობაში. კანონის ცვლილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, სტაჟიორებს აძლევს საშუალებას, რომ აქტიურად შევიდნენ თავიანთ პროფესიაში, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი კანონი იყო, როდესაც მივიღეთ და წარმატებები თითოეულ თქვენგანს. ბატონ გიორგი კაკაურიძეს ვთხოვ, რომ წარმოგვიდგინოს დღის წესრიგის პირველი და მეორე საკითხი. მადლობა. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ, დავიწყებ ანგარიში და შემდგომ გადავალ უკვე პროგნოზებზე, იმ პროგნოზებზე, რომელზეც დაფუძნებული იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტები. პირველ რიგში მოგახსენებთ იმ ძირითად პარამეტრებს, რაც ჰქონდა 2025 წელს ბიუჯეტის შესრულების კუთხითაც და ეკონომიკური პარამეტრების კუთხითაც და დავიწყებ სწორედ ეკონომიკური პარამეტრებით. ჩვენ გასულ წელს ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 99,2 მილიარდი ლარი. წლის ბოლოსთვის ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი იყო 35,9% მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრული ჰქონდა 2,5%-ის დონეზე. წლის პირველი ნახევარი გაცილებით უფრო აქტიური იყო ვიდრე პროგნოზი, რაზეც დაფუძნებული იყო ბიუჯეტი. შესაბამისად, პირველი ნახევრის ანალიზის შემდგომ ჩვენ განვაახლეთ პროგნოზები, კერძოდ რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა 7,2%-მდე, უკვე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გაიზარდა 104,4 მილიარდ ლარამდე, გაიზარდა საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 200 მილიონი ლარით და 25,5 მილიარდი ლარი შეადგინა და ბიუჯეტის დეფიციტი შევინარჩუნეთ 2,5%-ზე. ფაქტიური მაჩვენებელი კიდევ უფრო უკეთესი იყო, რეალური ეკონომიკური ზრდა ჩვენ გასულ წელს ჰქონდა 7,5%, ნომინალურ გამოხატულებაში ეკონომიკის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 104 მილიარდ 598 მილიონი ლარი, რაც ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 28,235 ლარი იყო და აღნიშნული მაჩვენებელი 10,296 დოლარს უტოლდება. ამ ზრდაში, რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეჭირა კერძო სექტორს და კერძო სექტორის
როლი გამოიხატება როგორც ბრუნვების მოცულობაში, რომელიც დაახლოებით 12.4%-ით გაიზარდა, ასევე მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულებაში, რაც 13.4%-ით გაიზარდა. ხოლო დასაქმებას რო შევხედოთ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 27,300 ადამიანით გაიზარდა და 839,000 ადამიანს გადააჭარბა. ამავდროულად ფასებსაც შევეხები, ინფლაციის მაჩვენებელი იყო უფრო მაღალი ვიდრე მისი მიზნობრივი მაჩვენებელი პროგნოზთან ახლოს იყო, რაც პროგნოზი ჰქონდა ბიუჯეტში გაკეთებული, 4% იყო წლის ბოლოსთვის ინფლაცია, თუმცა საშუალო წლიურიც დაახლოებით ამავე ფარგლებში იყო 3.9% შეადგინა. საგარეო სექტორი, რაც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, სავაჭრო ბრუნვის საუბრობთ სავაჭრო ბრუნვით, რომლის მოცულობა იყო ჯამურად 25,863,000,000 ეს არის დაახლოებით 10.3%-ით მეტი ვიდრე 2024 წლის სავაჭრო ბრუნვა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა. აქედან ექსპორტი იყო 7,291,000,000, რაც 11%-იანიც და ხოლო იმპორტის მაჩვენებელი იყო 18,572,000,000, რაც 10%-ით გაზრდილია წინა წელთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვაში პარტნიორებს თუ შევხედავთ, პირველ ადგილზე არის ევროკავშირი 21,6%-ით, ჯამში არის 5,598,000,000 ვაჭრობა, შემდგომ მოდის თურქეთი 12%, ამერიკის შეერთებული შტატები 11,1%, რუსეთი 10,4% და ჩინეთი 8,9%. მეორე მიმართულება საგარეო სექტორიდან ტურიზმი, რომელსაც მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი უჭირავს ჩვენს ეკონომიკაში. გასულ წელს საქართველოს ჯამურად ეწვია 6,857,000-მდე ვიზიტორი, მათ შორის უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა იყო 5,522,000-მდე, რაც წინა წელთან შედარებით არის 8,4%-ით გაზრდილი და ამავდროულად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდილია 6%-ით, დაახლოებით $265,000,000-ით გაიზარდა 2024 წელთან შედარებით და 4,690,000,000 შეადგინა. ფულადი გზავნილების ნაწილში ასევე ზრდა გვაქვს დაახლოებით 8,2% არის გაზრდილი და 3,228,000,000 შეადგენს ფულადი გზავნილები და საგარეო სექტორის კიდევ ერთი მიმართულება პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, რომელიც გასულ წელს 7,6%-ით გაიზარდა და $1,688,000,000 გადააჭარბა. აქ ძირითადი კვლავ როგორც ტრადიციულად არის საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, სადაც $607,000,000 პირდაპირ უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, შემოსავლების ნაწილში გვაქვს შესრულება 100%-ზე მეტი, 100,7%-ია, 28,468,000,000 მეტი მივიღეთ შემოსავლების სახით ნაერთ ბიუჯეტში, მათ შორის დიდი წილი და მთავარი იყო გადასახადები, რომელმაც ჯამურად შეადგინა 25,536,000,000 და ამავდროულად 100,1% აქ შესრულება და ამავდროულად დაგეგმილი ამ თანხის გარდა 2,721,000,000 დღგ-ს დაბრუნება განხორციელდა გასული წლის განმავლობაში. ასევე პრივატიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ კარგი იყო, 112%-მდე იყო დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში შესრულება, 582,000,000-მდე მივიღეთ პრივატიზაციის სახით და ეს დამატებით გადაჭარბებით მიღებული შემოსავლები საბოლოო ჯამში აისახა დეფიციტის მაჩვენებელზეც და ვალზეც. ჩვენ ვახსენებთ 2,5% მქონდა ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში, თუმცა საბოლოო პარამეტრი, რაც დაფიქსირდა გასული წლის ბოლოს, იყო მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში 1,4%, ხოლო ვალის მაჩვენებელი თავდაპირველად დაგეგმილი 35,9%-ის ნაცვლად განისაზღვრა 34,4%-ის ოდენობით. უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს რაც შეეხება, აქაც შემოსულობები ჯამში გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული 100%-ზე მაღალია 100,8%, ხარჯვითი ნაწილიც საკმაოდ კარგი იყო, საბოლოო შესრულება 99,2% იყო და შემოსავლებს რო გავყვეთ, ჯამში მივიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტის წილად 23,991,000,000, რაც 100,7%-ია, მათ შორის გადასახადები იყო
21 მილიარდ 957 მილიონი ლარი და 100%-იანი შესრულება გვაქვს აქაც პრივატიზაციის ნაწილში მივიღეთ 115%-ამდეა ჯამში შესრულება და 354 მილიონ ლარს აჭარბებდა და ასევე სესხების დაბრუნების სახით მივიღეთ 378 მილიონ ლარზე მეტი და 111.3%-ია აქ. რაც შეეხება ვალების ნაწილში გასულ წელს ჩვენ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ მილიარდ 589 მილიონ ლარამდე საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი იყო 902 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტები სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან მივიღეთ 596.7 მილიონი ლარი. რაც შეეხება ვალდებულებების მომსახურების და მათი დაფარვის მაჩვენებლებს, საგარეო ვალდებულებების ნაწილში მიემართა 2 მილიარდ და 77 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 953 მილიონი ლარი. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილში, ჩვენ ბიუჯეტის გეგმიური მაჩვენებელი ჰქონდა 27 მილიარდ და 952 მილიონი ლარი, როგორც ახანაც ვახსენეთ 99.2% იყო საკაცო შესრულება, რამაც ნომინალურ მაჩვენებელში შეადგინა 27 მილიარდ 723 მილიონი ლარი, ცოტა მეტი და ეს ჯამური შესრულების მაჩვენებელი რო შევხედოთ უწყებების მიხედვითაც მეტნაკლებად თანაბარია, არის უწყებები, რომელსაც 100%-ზე მაღალი აქვს შესრულების მაჩვენებელი, რამდენიმე ესეთი უწყება არის, მაგალითად ინფრასტრუქტურის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გასულ წელს მოგეხსენებათ ერთად იყო ეს უწყება და 2 მილიარდ 959 მილიონი ლარია ათვისებული და 101%-ია, ასევე ჭანდაცვის სამინისტროში 8 მილიარდ 976 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული და 100.3%-ია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვას ორივე შემთხვევაში 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი და რაც შეეხება თქვენი კომიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას, რა თქმა უნდა, სხვების მნიშვნელოვანია, თუმცა სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯამში ათვისება იყო 2 მილიარდ 718 მილიონ ლარზე მეტი, 96 და 6%-ია ჯამური ათვისების მაჩვენებელი, თუმცა თუ პროგრამებსაც შევხედავთ, აქაც არ არის რაიმე მნიშვნელოვანი ჩამორჩენა სადმე ჯამურად როგორც მოგახსენეთ 96.6%-ია, მათ შორის ზოგადად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ნაწილში 96.4%, ყველაზე დიდი წილი რაზეც მიდის სამინისტროს ბიუჯეტის მილიარდ 820 მილიონი ლარი იქნა ათვისებული ამ შემთხვევაში, პროფესიული განათლების ნაწილში 99.5% გვაქვს ათვისება, 157 მილიონი ლარია, მეტი აქ ათვისებული, უმაღლესი განათლების ნაწილში გადაჭარბებით არის და 181 მილიონი ლარია საკაცო შესრულება, 7.4%-ია, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა 99.5%, 85 მილიონ ლარზე მეტია აქ ათვისებული, ინკლუზიური განათლების ნაწილში თითქმის 100%, 99.7%-ია, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ათვისებულია 298 მილიონი ლარი, ეს იმ პირობებში მოგეხსენებათ გასულ წელს გადანაცვლებები, რაც განხორციელდა ფუნქციების, გარკვეული რესურსები მიმართული იქნა სხვა მიმართულებების დასაფინანსებლად, აქ გარკვეული ჩამორჩენა იყო მოგეხსენებათ წლის განმავლობაში და წლის ბოლოსკენ გარკვეული ცვლილებების განხორციელების მერე სხვა მიმართულებებზე მოხდა თანხების გადანაწილება პარლამენტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ეს არის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ძირითადი პარამეტრები და მეორე ნაწილი, რაც შეეხება უკვე პროგნოზებს, რაზედაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამინისტროებთან ერთად მუშაობა და რაზედაც დაეფუძნება 2027 წლის ყველაზე ძირითადად ბიუჯეტი და შემდგომში უკვე მომდევნო წლების პროგნოზებიც ამავე პარამეტრების ფარგლებში იქნება. კერძოდ ჩვენ 2026 წელზე რო ვისაუბროთ, ჯერ 2026 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, 8%-ზე მეტია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლის პირველ 4 თვეში, შესაბამისად განახლდა უკვე წლევანდელი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ნაცვლად 5%-ისა წარმოდგენილია 6.3%-ის დონეზე, ხოლო მომდევნო წლებში უკვე 5%-იანი მაჩვენებელი იქნება შენარჩუნებული. ინფლაცია წელს მოსაროდნელია მის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა 4.9%,
5.9% გვაქვს ინფლაციის პროგნოზი. მომდევნო წლებში უბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს და იქნება 3%-ის ოდენობით. მთავრობის ვალი წელს ჩამოვა 33%-ზე მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ხოლო მომდევნო წლებში იქნება კლებადი ტენდენცია და 32% ჩამოცდება უკვე 2030 წლისთვის. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რაც არის ეკონომიკაში სტრუქტურულ ნაწილში, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. აქ ჩვენ დაახლოებით გასულ წელს რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა 2.6%, ესეთი დაბალი მაჩვენებელი არ ჰქონია არასდროს. წელს მოლოდინი არის 3.7%-ის და მომდევნო წლებში 4%-ზე დაბალ ნიშნულზეა აღნიშნული პარამეტრი შენარჩუნებული. და ასევე ბიუჯეტის დეფიციტსაც ჩვენ შევინარჩუნებთ დაბალ მაჩვენებლებს. წელს დაგეგმილი 2.5%-ის ნაცვლად იქნება 2%-ზე ჩამოვა, ხოლო მომდევნო წლებში 2.5%, რაც არის ის ასე ვთქვათ, უსაფრთხო ზღვარი, მაგაზე დაბალ ნიშნულზე იქნება 2.4-2.3% შენარჩუნებული და აი ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, რაც გვექნება საფინანსო რესურსი, იმის ფარგლებში მოხდება უკვე ბიუჯეტის დაგეგმა და შემდგომში თქვენთან ერთად მისი განხილვები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ჩვენ ასევე გვესწრება, როგორც უკვე აღნიშნე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გაბისონი, ასევე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ლევან კერესელიძე. შეგვიძლია რომ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ, ჯერ კითხვები დავსვათ, შემდეგ მოусმინოთ მომხსენებელს, შემდეგ შეგვიძლია რომ დაზუსტებებიც გქონდეთ. ქალბატონო თამარ გისმენთ. მოგესალმებით, მადლობა წარმოდგენილი ანგარიშისთვის. მე ორი შეკითხვა მექნება, აი თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებშიც ვნახეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტზე ზედიზედ 2 წლის განმავლობაში შესრულების მაჩვენებელი არის დაბალი, 32% არის 2025 წელს. რა დეტალებზე რო გითხრათ, რატომ ხდება უკვე მეორე წელი, იმიტომ რომ სწავლა არ დაწყებულა, ეს მინიშნებულიც გაქვთ და უფრო მაყურებლისთვისაც რო ავხსნათ. და ასევე მეორე შეკითხვა მექნება სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. დაგეგმილი იყო 30 მონიტორინგის განხორციელება, რომელიც არ განხორციელდა და ესეც ახსნილი გაქვთ, რომ გაიწელა მოსამზადებელი პროცესები. ესეც რასთან არის დაკავშირებული და რატომ მონიტორინგი სკოლამდელ ბაღებში, რეგიონებში არსებულ ბაღებში. სხვა კითხვები ხომ არ არის, რომ დავაგროვოთ, უმჯობესი იქნება. კითხვები არ არის, გთხოვთ რომ უპასუხოთ როგორი თანმიმდევრობითაც გირჩევნიათ. მოგესალმებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლასთან დაკავშირებით გეტყვით, ამ სკოლას როგორც მოგეხსენებათ, სამხარაულის დასკვნა არსებობდა, რომ იყო რაღაცა მოკლედ ჩამოწეული ერთ-ერთი სართულის ბეტონის კონსტრუქცია. აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება შარშან უკვე განათლების სამინისტრომ, რომ დროებით შეეჩერებინა პროცესი, რემონტის პროცესი. თან ეს ესვიდა ლიკვიდაციის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო ლიკვიდაციის პროცესი იყო ინფრასტრუქტურის სააგენტოს, შემდგომ გადავიდა უკვე მუნიციპალური განვითარების ფონდში და დღესაც მიმდინარეობს ზოგადად ეს პროცესი და შესწავლა ამ საკითხის. როგორ უნდა მოხდეს ჯერ პირველ რიგში გამაგრებითი სამუშაოები და შემდეგ უნდა გაგრძელდეს ეს სარემონტო სამუშაოები, რომელიც უკვე მეორე კომპანიასთან არის დაწყებული. ერთი პირველ კომპანიასთან სასამართლო დავა მიმდინარეობს. ხვალ არის თუ არ ვცდები ერთ-ერთი სასამართლო პროცესი ჩანიშნული, რომელსაც MGF-ი ედავება წინა კომპანიას, ბალავარი იყო ესეთი კომპანია, რომელსაც შეასრულა სამშენებლო სამუშაოები. ეხლა უკვე მეორე კომპანია შესული აქ, თბილის სახლი, რომელიც უკვე აკეთებს სარემონტო სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, რადგან ჯერ გამაგრებაზეა ეჭვები და ესე რომ ვთქვათ, როგორ მოხდება გამაგრება, სარემონტო სამუშაოების გაგრძელებას აზრი არ ქონდა. აქედან გამომდინარე, შეჩერებულია დროებით ეს პროცესი. კომპანიაც, რა თქმა უნდა, შეთანხმების საგანია ეს და კომპანიაც ამას გაგებით ეკიდება. რაც შეეხება სკოლამდელთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ შარშან ბევრი ცვლილება განხორციელდა, ესე რომ ვთქვათ, განათლების სამინისტროში, მათ შორის მენეჯმენტის ცვლილებაც და დაიგე ეს პროცესები და შემდეგ უფრო სხვანაირად გადაიხედა და მიმდინარე წელს და მომავალ წლისთვის უფრო აქტიურად მიეხედება ამ საკითხს და სხვანაირად, ესე რომ ვთქვათ, სხვა სტილით მუშავდება მსგავსი მონიტორინგების განხორციელების პროცესი. მადლობა, ხომ არ არის დაზუსტებები? ასეთი არ არის, მე ძალიან მოკლედ შევაჯამებ წარმოდგენილ ინფორმაციას. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ როგორც
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, ასევე ნაერთი ბიუჯეტის ნაწილში შემოსავლების და შესრულების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი შედეგები, ფაქტობრივად 100%-იანი გადაჭარბებით შესრულდა, როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტი კონკრეტულად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ყველა ის ძირითადი სექტორი დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან დამთავრებული მეცნიერებით, ახალგაზრდობის ხელშეწყობით ყველა მაჩვენებელი არის დადებითი ნამდვილად, ასევე უპრეცედენტო ნიშნულზე არის ის შესრულება, რომელიც იყო 2025 წლის ბიუჯეტის შემთხვევაში და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის პროგნოზები, რომელიც წარმოდგენილი აქვს ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. საბიუჯეტო პროცესი დაიწყება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაწყებულია 2027 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც თავის მხრივ, რაც რა თქმა უნდა მოგცემ შესაძლებლობას, რომ ვიმუშაოთ აქტიურად თითოეულ იმ პროგრამაზე, ქვეპროგრამაზე, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული შეფერხებები იყო 2025 წლის განმავლობაში, ასევე 2026 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც, თუმცა უმეტესობა მათგანი არის ან სრულად, ან გადაჭარბებით შესრულებული, რაც რა თქმა უნდა თითოეულ ამ სექტორს მნიშვნელოვან შეღავათს და ხელშეწყობას აძლევს. მადლობა მოხსენებისთვის, ბატონ გიორგის, ჩვენ შეგვიძლია რომ დღის ეს რიგით გათვალისწინებული პირველი და მეორე საკითხი ცნობად მივიღოთ. წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე, თავის არავის შეუკავებია. ჩვენ დიახ, ცნობად ვიღებ, დადებითად ვაფასებთ განიხილება პლენარულ სხდომაზე. ბატონ გიორგის ვიცი რომ ასევე დაგეგმილი აქვს შემდეგი კომიტეტი და დიდი მადლობა მოხსენებისთვის კიდევ ერთხელ. შეგვიძლია რომ გადავიდეთ დღის ეს რიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხს. დროებით. ბატონ ზვიად, გისმენთ მესამე საკითხთან დაკავშირებით. მოგესალმებით. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ ორი ცვლილება გვაქვს წარმოდგენილი, შესაბამისად აღნიშნული ცვლილება ეხება ბაკალავრიატის სამწლიან პროგრამაზე 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს. მოგახსენებთ, რომ მეორე მოსმენის შემდეგ ისეთი რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რომელიც შინ არსზე მოახდენდა გავლენას არ ყოფილა, მეორე მოსმენის შემდეგ განხორციელდა მხოლოდ მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილებები, რომელიც აისახება პლენარულ სხდომამდე მესამე მოსმენაზე. კი ბატონო, რადგანაც მესამე მოსმენით განიხილება, ხომ არ არის რაიმე კითხვა შენიშვნა ამ საკითხთან დაკავშირებით? არ არის. შეგვიძლია რომ თანმიმდევრობით მაშინ მესამე საკითხს კენჭი ვუყაროთ. მომხრე, წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე? თავი არავის შეუკავებია, კი ბატონო. რაც შეეხება მეოთხე საკითხს, ასევე თქვენ გისმენთ ბატონ ზვიად. მეოთხე საკითხიც ეხება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას. შეგახსენებთ, აღნიშნული ცვლილებები ეხება ეგრეთ წოდებული დიპლომების ამინისტიის საკითხს, რომელზედაც განხილვები საკმაოდ ინტენსიური ჰქონდა. შესაბამისად, წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით, ანალოგიურად აქაც სარედაქციო ხასიათის ისეთი შენიშვნები, რომლებიც შინ არსზე მოახდენდა გავლენას არ განხორციელებულა, მხოლოდ მცირე ხასიათის რედაქციული ხასიათის შენიშვნები გახლავთ, რომელიც მესამე პლენარულ სხდომამდე იქნება წარმოდგენილი. კი ბატონო და დაგვჭა მეხუთე საკითხი, მანამდე მეოთხე საკითხს უყაროთ კენჭი. მომხრე, წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე? თავი შეიკავა ქალბატონმა თამარმა, კი ბატონო და მეხუთე საკითხი. მეხუთე საკითხი გახლავთ ზოგადი განათლების საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას, ასევე განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. შეგახსენებთ, აღნიშნული ცვლილება ეხება მოსწავლეები, რომლებიც საზღვარგარეთიდან გადმოდიან ქართულ სკოლებში, აქულების ასახვის ნაწილს. აქ იყო ბიუროკრატიული მექანიზმი და ეს გავამარტივეთ. შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების სამსახური ამოვიღეთ ამ ნაწილიდან და ასე ვთქვათ, უფასო გავხადეთ აღნიშნული პროცედურა, რომელიც მოსაკრებელს ითვალისწინებდა და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია როგორც მშობლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებითაც ანალოგიურად ისეთი ხასიათის რედაქციული ცვლილებები არ განხორციელებულა, რომელიც შინ არსზე ასახავდა შესაბამის ცვლილებებს, ხოლო ტექნიკური მცირე ხასიათის შენიშვნებია, რომელიც მესამე პლენარულ სხდომაზე იქნება გასწორებული. მადლობა. მადლობა, აქ ხომ არ არის რაიმე კითხვა? არ არის. შეგვიძლია რომ დღის ეს რიგის ბოლო მეხუთე საკითხსაც უყაროთ კენჭი. მომხრე, წინააღმდეგი არავინ არ არის, თავიც არავის შეუკავებია, მიღებულია. დიდი მადლობა. სხვა საკითხი თუ რაიმე არ არის, შეგვიძლია რომ სხდომა დავასრულოთ. მადლობა.